კოლობა, ყაჩაღობა, ნარკომოვაჭრეები, გატაცებული ეროვნული საგანძური თაღლითობა და ტერორიზმი, 10 პროკურორის 10 გახმაურებული საქმე და რეალური კრიმინალური ისტორიები რეალური ადამიანების მონაწილეობით. Ყველა დეტალი საქმის აღზრდიდან სასამართლოს განაჩენამდე, როგორ მუშაობენ ის ადამიანები, რომელთა პროფესიაც კანონის დაცვა. დღეიდან რუსთავი ორზე პროკურორი იწყება. საღამოდანვე თქვენი წარმოდგენა ერთი კონკრეტული პროფესიის ადამიანებზე აუცილებლად შეიძლება, თუ თქვენ გახდებით იმ რეალური შოუს მაყურებელი, რომელსაც მხოლოდ რუსთავი ორი წარმოგიდგენთ. პროკურორი და 10 საქმე პროკურატურის და რუსთავი ორის ახალი პროექტის ფარგლებში მაყურებელი გახმაურებული და უცნობი ისტორიების უცნობ დეტალებს ნახავს საქმის აღზრდიდან ყველა ეტაპის გავლით განაჩენამდე. ეს თქვენს წინაშე არის საქმე, რომელსაც მე პირობითად და საზოგადოების დიდი ნაწილი ალბათ უწოდებს პიროსმანის მეორე დაბრუნებას. შევარჩიეთ ისეთი საქმეები, რომელიც ყველაზე უფრო ხშირად აწუხებდა საზოგადოებას, ან აწუხებს, ან შეიცვალა რადიკალურად საზოგადოების მიდგომა ამ საკითხების მიმართ. მაგალითად, ერთ-ერთი არის კანონიერი ქურდზე, სიუჟეტი და კანონიერი ქურდის მიმდევრებზე, კანონიერი ქურდის ბრძანების შემსრულებელ ადამიანებზეა საუბარი. ნომერ პირველ საფრთხობილეშიც იმყოფებოდნენ კანონიერი ქურდები, ერთ-ერთი იყო ალექსანდრე ქურაზბედიანი ზედმეტსახელად წრიპა, რომელიც აკონტროლებდა ნომერ პირველ საფრთხობილეს. კანონიერი ქურდის ეგრეთ წოდებული წრიპას მიერ გაცემული ბრძანებით ციხეში მოკლული მძინარე პატიმრის საქმის დასრულებას 9 თვე დასჭირდა. ამ დროში გამოძიების მიერ გავლილ ყველა ეტაპს მაყურებელი ერთ სერიაში ნახავს. საქმის საზოგადოებას გამოძიების მთავარი გმირი პროკურორი დავით ხიზანაიძე წარუდგენს. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, როგორი ძნელი ადამიანის ის, რომ შენ თვითონ წერო კლავენ. ფართხალებს ადამიანი და შემიძლია რომ უშველო. ეს მოხდა კანონიერი ქურდის შეკვეთით და იყო საკმაოდ რთული კატეგორიის საქმე და ჩატარდა დიდი მოცულობის სამუშაო. აქედან მაყურებლისთვის ნამდვილად საინტერესო იქნება უყუროს, თუ რა ვითარებაში, როგორ განვითარდა მოვლენები, როგორ მოხდა ამ საქმის გამოძიება, გახსნა, სასამართლოში წარმართვა და რაც კიდევ მნიშვნელოვანია, როგორ ჩატარდა ნაფიც-საჯულფა მონაწილეობით ეს სასამართლო პროცესი. კვლევა, ყაჩაღობა, ნარკომოვაჭრეები და გატაცებული ეროვნული საგანძური, თაღლითობა და ტერორიზმი. 10 პროკურორის მოსაყველი ერთმანეთის გარადიკალურად განსხვავებული აქვს. საერთო კი მხოლოდ ერთი, საქართველოს უახლესი კრიმინალური ისტორია რეალური დრამატურგიით. ჩემი საქმე შეეხება დღესდღეობით საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ტკივილ თემას, ეს არის ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია და კონკრეტული საქმე ეხება ნარკოტიკული საშუალების საკმაოდ დიდი, ასე ვთქვათ, პარტიის საქართველოს შემოტანას. და ვფიქრობ, რომ ეს დანაშაული როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური თვალსაზრისით საკმაოდ დასჭირდია. ბატონო მოსამართლე, შუამდგომლობა გვაქვს ჩვენ. ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ისტორიების მთავარ გმირებთან, პროკურორებთან ერთად მაყურებელს 10 ჯერ მოუწევს იმ გზის გავლა, რომელიც გამოძიების პროცესში გარდაუვალია, თუმცა ამჯერად ფარდა იმ დახურულ საქმესაც აეხდება, რომელსაც უბრალოდ პროკურორების ცხოვრება ჰქვია. მე როგორც კი დავინახე, იმ მომენტიდანვე მე ვიცოდი, ამ პირველი შეხედვიდანვე, რომ იქო გახდებოდა ჩემი მეუღლე. ჩვენც ვართ საზოგადოებით ისეთივე წევრები, როგორც ნებისმიერი სხვა. საზოგადოებას ექნება იმის საშუალება, რომ დააკვირდეს როგორ ცხოვრობს პროკურორი, როგორია მისი პროფესიული მხარე, როგორია მისი დილემა ყოველი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და როგორია ის საკუთარ სახლში თავის მეგობრებთან, თავის ოჯახთან ურთიერთობის დროს. მას აქვს ისეთივე განცდები, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს. შესაბამისად, ჩვენ კარგად ვიცით რაზე ფიქრობს საზოგადოება, რა არის საზოგადოების აზრუნავი და ამიტომ არის ეს ხალხი მონდომებული, რომ აჩვენოს საზოგადოებას მათი ყოველდღიურობა. ძალიან ტრაგიკულ და დრამატულ დიდი ემოციებთან გვაქვს საქმე, ყოველგვარი არტისტების და ყოველგვარი რეკრეაციის, ანუ დამატებითი გადაღებების გარეშე. ეს არის აბსოლუტურად რეალურ დროში მიმდინარე პროცესები და რუსთავი ორი საზოგადოების თვალწინ წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რომლის შესახებ ჩვენ უბრალოდ გვსმენია, მაგრამ არ ვიცით, რომ ის შეიძლება ჩვენს გვერდით ხდებოდეს. რუსთავი ორი კანონის ენით მოსაუბრეთა პირისპირ გტოვებ. დღეიდან ყოველ სამშაბათს საღამოს 11 საათზე თქვენ გახმაურებული საქმეების გახსნის დეტალები გელოდებათ, რომელთა უკანაც პროკურორები დგანან.